რუსული არქივმა გაავრცელეს ეს კადრები, სადაც 5 ვითომ და ეს ვთქვათ უკრაინელი მებრძოლი გამოვიდა და ვთქვათ შეეწყა ეს PR ტექნოლოგიის PR-ის ერთ-ერთი ნაწილია. მე პირადად დიდად ასე ვთქვათ არ დაუჯერებდი რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გაცემულ ინფორმაციებს. ეხლა ყოველდღიურად უკრაინული მედია შიფრავს რუსული PR-ის და რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს დაწყებული იქიდან რის გამოც პუტინმა გასაბრძანება ჯარების შეყვანის შესახებ თითქოს ვიღაც მან რა ქვია ბენდერებმა რომლებიც იყვნენ შეიარაღებული და რომ ავტობუსით მოვიდნენ და იქ თითქოს რუსი სამხედროები დახოცეს ის გაიშიფრა თავიდან ბოლომდე რომ სინამდვილეში ეს იყო ჯერ ის ავტობუსები იყო ადგილობრივი იმ ფირმის ხელმძღვანელი რომელსაც ავტობუსები ეკუთვნოდა იყო წარმოშობით ეროვნებით რუსი ყირიმის პრორუსული ფრთის ერთ-ერთი სერიოზული წარმომადგენელი და სასაცილო ის იყო რომ ის სამხედროები რომლებიც თითქოს რუსი სამხედროები მკვდრები ეყარნენ ახლა სისხლი არავის არ გამოსდიოდა და ერთი ხელსაც აქნევდა ესე შემდგომში მეორე სიუჟეტი იყო რომელიც გადმოსცა როგორც რუსეთის ცენტრალურმა ბევრმა არხმა ისე არ ვიცი ადგილობრივ რეგიონალურმა არხებმაც რომ თითქოს უკრაინიდან რუსეთისკენ ათასობით მიედინებიან ესენი ტოლვილები და აღმოჩნდა ეს იყო უკრაინა ისე პოლონეთის საზღვარი და გადაღებული იყო რამდენიმე კვირით ადრე სანამ ეს ამბები მოხდებოდა და მესამე მოსკოვში გამოვიდა ვიღაც ქალბატონი სადაც ესე ვთქვათ რუსეთის ხელისუფლების ხარდამჭერი მიტინგი ჩატარდა ვიღაც ქალბატონი რომ მე ხარკოვიდან გამოვიქეცი და ღამე ვიარე და მე ტოლვილი ვარ და უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამ ქალბატონის ასე ვთქვათ ფოტოები 7 თუ 8 სხვადასხვა მიტინგიდან და სხვადასხვა ღონისძიებიდან ამოიღეს ერთგან ეს ქალბატონი არის ჯარისკაცის დედა თუ აღმოჩნდა რომ საერთოდ არც ქმარი ყავს და არ შვილები მეორეგან ეს ქალბატონი არის ხარკოველი მესამეში ქალბატონი არის ოდესელი მეოთხეში ქალბატონი არის ყირიმელი და ასე შემდგომ ანუ რუსული საინფორმაციო ასე ვთქვათ შტურმი ხო იმდენად როგორ ჩანს დაბალ დონეზე შტურმის არ არის უკვე საინფორმაციო ომია საინფორმაციო ომი ხო იმდენად დაბალ დონეზე ხდება რომ ძალიან მარტივად იშიფრება ეს ყველაფერი